განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან იმ მიზნით, რომ ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დასაქმებას. მოგეხსენებათ, ეს სრულშესაბამისობაში არის საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან საჯარო კერძო სექტორების პარტნიორობასთან დაკავშირებით. ამ კუთხით ძალიან კარგი პარტნიორი გვყავს, ბევრი კარგი პარტნიორი გვყავს. ტექნიკური მიმართულებები გამოირჩევა მაღალი მოთხოვნით. სამშენებლო სფეროში ელიტა ბურჯი არის ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს არაერთ სასწავლებელთან და დასაქმების მაჩვენებლები არის ძალიან კარგი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია დამსაქმებელი კმაყოფილი არის პროფესიული განათლების კურსდამთავრებულებით და დაგეგმილი არის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა პროფესიულ სასწავლებლებთან დუალური განათლების დანერგვის მიზნითაც. რა თქმა უნდა, კომპანია ელიტა ბურჯი უკვე წლებია თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებლებთან, კერძოდ იმ მიმართულებით, რომ როგორც ჩვენს კომპანიას ესაჭიროება პროფესიული კადრები, ესევე პროფესიულ სასწავლებლებს სჭირდება ბაზა, სადაც ამ კადრებს მოამზადებს და ამ თანამშრომლობის ფორმა უკვე რამოდენიმე წელი არსებობს და ჩვენც მომავალში გვაქვს გეგმები იმისი, რომ მომავალში ვაპირებთ თანამშრომლობას. დავამთავრე პროფსასწავლებელი სპექტრი. გავიარე ხის ხატრული დამუშავების კურსები, ვისწავლე, აქაც ყოველ დღე მადგება, მე იქიდან სასწავლებლიდან დამირეკეს ელიტა ბურჯიდან და გადმომიყვანეს პრაქტიკებზე აქ. და მადგება ეს საქმიანობა, აქაც დავსაქმდი უკვე და ვსწავლობ ნელ-ნელა აპარატურასაც და ხელით მუშაობასაც. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდი პროფესიული ფაკულტეტზე. შემდეგ გავიარე ელიტა ბურჯში პრაქტიკები სასწავლებლის და შემდეგ შემხედეს მოვეწონე ყველაფერი და დამასაქმე საღამოშამად ვარ ლითონის ნაკეთობათა საამქროში ზეინკალის თანამდებობაში.